გამარჯობა მეგობრებო, მე მქვია მარიამი და დღეს პირდაპირ ჰოლივუდიდან მოგიტანთ ყველაზე ცხელ სიახლეებს. მოდი ვნახოთ რა ხდება ვარსკვლავების შორის, ვინ ბრწყინავს და ვინ ცოტათი ჩრდილოში დარჩა. მათ სიყვარულზე ოცნებობდნენ, მათ ურთიერთობას გულშემატკივრობდნენ. რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლავლი ერთ-ერთი ყველაზე harmonიულ წყვილად ითვლებოდა ჰოლივუდში, მაგრამ ახლა რაც ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა, წყვილი მოხვდა ყველაზე სერიოზულ სკანდალში. 400 მილიონიან სარჩელი, სექსუალური შევიწროების ბრალდებით და ხმაურიანი გაღმოხმაურებებით. რა ხდება რეალურად? ჯასტინ ბალდონი, მსახიობი, რეჟისორი, აცხადებს, რომ რაიან რეინოლდსმა და ბლეიკ ლაივლიმ მას ზურგი აქცეს მძიმე მომენტში. ბალდონი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების ბრალდებების გავრცელების შემდეგ რეინოლდსი უარზე წავიდა თანამშრომლობაზე რამდენიმე პროექტში, რომელიც მილიარდობით დოლარი იყო ჩადებული. სარჩელში ნათქვამია, რომ რეინოლდსი და ლაივლი ბიზნეს მორალის ნორმებს არ ღვევდნენ და მათ ქმედებამ ბალდონის მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა. საგულისხმოა, რომ სარჩელი ითხოვს 400 მილიონი დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდეს. რეინოლდსის მხარე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მას აბსურდულ ცილისწამებას უწოდებს. ხალხი გაოცებულია, წყვილი, რომელიც სოციალური მედიით ცნობილი იყო თავისი იუმორითა და გულწრფელი ურთიერთობებით, ახლა იმყოფება სრულიად სხვა შუქში. მიმდევრები ორად იყოფიან, ნაწილი ბოლომდე მხარს უჭერს რეინოლდსა და ლაივლის, ნაწილი კი გამოძიებას ითხოვს. ამ დაძაბულობის ფონზე რეინოლდსმა და ბლეიკმა განაცხადეს, რომ 2025 წელს დროებით ტოვებენ ჰოლივუდს. მიზეზი ოჯახი. წყვილს ყავს 4 შვილი და როგორც ჩანს, ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და ოჯახთან ყოფნა სურთ. ინსაიდერები ამბობენ, რომ ისინი პენსილვანიაში არსებულ მამულში გადადიან გარკვეული დროით და ცდილობენ თავის შორს დაიჭირონ მედიისგან და სასამართლო პროცესებისგან. რა იქნება შემდეგი? შეძლება რეინოლდსი და ლაივლი ამ სკანდალის დაძლევას და საკუთარ რეპუტაციის აღდგენას დაიჯერებს ხალხი სიმართლეს, თუ სასამართლოს სხვა შედეგი ექნება. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რათა პირველმა გაიგოთ ვარსკვლავების ყველაზე ცხელი ამბები.